თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩოვას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანიძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მუმლაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესს დაკავებლები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებოდნენ, ვინაიდან ქვეყანაში გამოცხადებული უქმე-დღეების გამო მათი ეტაპირება ციხიდან ვერ განხორციელდა. დაკავებულებას ხდომის გადადება მოითხოვეს, რადგან მათ სასამართლოს ხდომათა დარბაზში ყოფნა და უშუალოდ დასწრება სურდათ. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ხდომა გადადო. იმის გათვალისწინებით, რომ არ დარღვეულიყო ბრალდებულთა უფლებები, სასამართლო განხილვის პროცესში, მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ საქმის არსებითი განხილვაზე და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესშია სასამართლო, ამიტომ დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადებასთან დაკავშირებით მოიხსნა დღის წესრიგიდან და საქმე გაგრძელდება 12 იანვარს. პროკურატურა ბრალდებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებასა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ისინი 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს დააკავეს ამ დღეს მოძრაობა რუსთაველის გამზირმა ეგრეთ წოდებული სახალხო კრება დაგეგმა, რომლის მიზანსაც როგორც ორგანიზატორები ამბობდნენ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია წარმოადგენდა.